ძვირფასო სტუდენტებო და ძვირფასო პროფესორებო, რომლებმაც ვერ მოირგეთ რბილი სავარძელი დღეს ამ წუთებში სახლში და აქ მოგბრძანდით. სიმბოლურია, რომ დღეს ეს თეთრი ტაძარი სინათლის სიმბოლო სამწუხაროდ ჩაბნელებულია. მაგრამ ჩვენი ხმა მისწვდება ყველას და მინდა მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს. განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, კონფესიისა გეხებათ ყველას. ეს არ ეხება მხოლოდ სტუდენტებს და მხოლოდ პროფესურას. ეს არის ქვეყნის მომავალი, რომელსაც ჩვენ თვალწინ ანგრევენ. და ამისთვის სამწუხაროდ მათ სამართლებრივი საფუძველიც გააჩნიათ. დღეს ბატონი მიქანაძე, ასევე ეკონომიკის მინისტრი, მოკლედ მთავრობა არის სახელმწიფო უნივერსიტეტების სამართლებრივი უფროსი, კერძოდ განათლების სამინისტრო. აი აქ არის ძაღლის თავი დამარხული და ეს ძაღლის თავი ჩვენ უნდა ამოვთხაროთ, ეს არის ჩვენი ვალი. ჩვენ უნდა დაუბრუნოთ უნივერსიტეტს რეალური ავტონომია. შესანიშნავი კორპუსები აქვს ტექნიკურ უნივერსიტეტს. მასასადამე ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის, რომელსაც მე კონტრრეფორმა დავარქვი, მთავარი მიზანია კონტროლზე ორიენტირებული ინტერვენცია განათლებისა და მეცნიერების სისტემაში და მეორე და უპირველესი და მთავარი მიზანი ბიზნეს ინტერესები. და რა მოხდება? უნივერსიტეტი, ტექნიკურ უნივერსიტეტს გულისხმობ, რომელიც არის პასუხისმგებელი ტექნიკურ ინოვაციებზე, ქვეყნის განვითარებაზე, გზა, რომელზეც დავდივარ, მათი დაგებულია, შენობა, რომელსაც ართმევენ, მათი პრინციპებით შენდება, ტექნოლოგიები, რაც ნანოტექნოლოგიები იქნება თუ ნებისმიერი, მათ წიაღში იბადება. და მოუნდა პოლიციის პოლკოვნიკს მიქანაძეს, არა, მას არაფერი არ მოუნდა, ის უბრალოდ გამხმოვანებელია, შეასრულოს ბრძანება, ფაქტობრივად გააქროს ტექნიკური უნივერსიტეტი. ძვირფასო სტუდენტებო, გაითვალისწინეთ, ეს ის შემთხვევაა, როცა შეგვიძლია თქვათ, რომ მტერი შემოგვესია და ახლა თქვენ სულ ყველა აქ უნდა იდგეთ, უნდა აჩვენოთ, როგორც ლუკა ამბობდა, დიახ, ჩვენ ვართ, ჩვენ მხოლოდ ფეისბუქში არ ვაჩხაკუნებთ, არამედ ჩვენ ვიცით, რა საშიშროება გველოდება. ამიტომ მოვედით აქ. გააკეთეთ ეს თქვენი სამშობლოსთვის. სახელმწიფოს გათმევენ. სოდნა განათლება სიკეთის გარეშე ბოროტება და სიკეთე ცოდნის გარეშე უძლურია. გახადეთ ეს უნივერსიტეტი კიდევ უკეთესი. გახადეთ უნივერსიტეტი ისეთი, როგორიც რეალურად უნდა იყოს. ეს მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, ახალგაზრდებო. სამწუხაროდ განაწურული მაქვს იმედი პროფესორების და ჩემი ასაკის ხალხის. გამოვლენ, ხო კარგი, თორე და თქვენ ხართ დიდი ძალა და მომავალიც თქვენია.